Ჩემოგეთელო ხალხო. ერთი წელიწადი შესრულდა დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ აქ აქცია გავმართეთ. ამ დღეს ჩვენ ვიყავით ხატებით, ჯვრებით შეიარაღებული, უსული, არავით არის სხვა იარაღი ჩვენ არ გაგვაჩნდა. ეს იარაღი არის ზუსტად ქრისტიანობის გამომხატველი და ქრისტე ჩვენთან იყო, მარადა მარაჯამსა ქრისტე უნდა იყოს ჩვენთან. და უნდა ვიცოდეთ, რომ აქ როდესაც დედაღვთისმშობლის მარაგლის ვიხდიდი, რაღაც პატარა წვიმასავით ამოვიდა და რაღაცა მაშინ თქვეს, რომ ნეტავ რა ხდებაო და მე ვუთხარი, რომ ზეციდან კურთხევას ვღებულობთ, რომ ეს არის სხვა მეტი არაფერი არ არის თქვა და დედაღვთისმშობელმა დაგლოცა თქვა. მე მინდა რომ დღევანდელი დღე, რომელიც დედაღვთისმშობლის მიწინების დღე არის 8 დღე გრძელდება ეს დღესასწაული, არსებობს დღესასწაულის წინადღე, თვითონ დღესასწაული და შემდეგი პერიოდი და ახლა შემდეგ პერიოდში ვიმყოფებით და ანჩის ხატობა გაახლავს დღევანდელ დღეს და ყველას მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაულები. ორივე სიკეთე მინდა გისურვოთ და დედაღვთისმშობელმა გამოგოფაროს თავის გალდა რომ გადავრჩეთ, იმიტომ რომ ეს შეტევა რომელიც მომდინარეობს ფარმაცევტიული კომპანიებიდან, რომელშიც ძალიან დიდი თანხები იხარჯება რა. როდესაც ჩვენ სალოდით სამედიცინო ინსტიტუტში რაღაც პერიოდში მომიწია მე სწავლა 91-92 წლებში, იმ პერიოდში დასაცინიც კი იყო ფარმაცევტიულზე ჩაბარება, მაგრამ იმხელა დიდ მასშტაბებზე გაიჭრა დღეს ფარმაცევტიული კომპანიები, რომ უკვე ისინი გვიკვეთავენ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა იყოს ჩვენი გენოფონდი, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი გენოფონდი და სხვა და სხვა. აქედან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ თუ ვაშლი არ უნდა შევჭამოთ, რომელშიც რაღაც გენი არის შეტანილი, თუ არ შეიძლება ჩვენ პამპიდორი შევჭამოთ, რომელშიც რაღაც გენეტიკა არის კიდო დარღვეული და შეტანილი, ან კიტრი, ან სხვა რაღაცა, თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ ნემში, რომელშიც ზუსტად აი ეს გენეტიკის ცვლილება უნდა მოხდეს, იმიტომ დიდი ხანი არის, მე ბავშვობიდან ვადევნებ ამ სფეროს თვალს, გენურ ინჟინერიას და ისეთი ცვლილებები მიმდინარეობდა 73 წელს. ბიოლოგიის მასწავლებელი შემოვიდა ჩვენ და გვითხრა ასეთი რაღაცა, რომ დღესო ემბრიონი გაყვესო და მსოფლიოშიო ძალიან დიდი გამოხმაურება მიყვავა ამასო და აქედან გამომდინარე მოხდება ასეთი რაღაცა, რომ ამას სამლად დაამზადებენ და მოგცემენო. აი ხშირად არის ამაზე საუბარი, რომ ქალბატონებმა არ უნდა გაიგეთოს არავითარ შემთხვევაში აბორტი, იმიტომ რომ ეს მასალები იყიდება ერთი ნემსი 45,000 ევრო ღირს. ეს არის შავბაზარზე საქართველოს არის პირველი მიმწოდებელი ამისი და ეს არის ყველაზე მეტი უბედურება, რომ ადამიანების რომლებიც კლავენ თავიანთ შვილებს უკვე ძალიან ბევრი მოდის დამწუხრებული, რომ რაღაც ხილვებს ნახულობს, რომ რაღაცა ბავშვები ეს იზრდებათ, ბავშვები მოდის ისეს, რომელსაც თვალები არ აქვს და ტირიან ეს ბავშვები. რატო ტირიან? იმიტომ რომ დედებმა მოკლეს თავიანთი საკუთარი შვილები. თავიანთი საკუთარი შვილები გაანადგურეს და არა მარტო ისინი მოკლეს, ცოცხლებთან დარჩენილთან კავშირი გაწყვიტა. მე ერთ პერიოდში რაღაც სკოლა მქონდა და ბავშვი მოდის ატირებული და მეკითხები, რატო ვეტირი ხარ შვილო თქვა და რატო დედას მინდაო ჩავეხუტაო და როდესაც მივდივარ მასთანო ისეთი სიცივე მოდისო რომ ვერ ვძნობო. როდესაც გავარკვი აღმოჩნდა რომ ამ ქალბატონს არა თუ ერთი, არამედ რამდენიმე ქონდა ასეთი რაღაც ჩატენილი და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მან ფაქტიურად თავი ცოცხლად დარჩენილი შვილთან გაწყვიტა კავშირი რა. ბიოლოგიური კავშირი გაწყვიტა. ჩვენ გქონიათ რომ ეს ვითომ არაფერი არ არის. ეს არის ძალიან დიდი საშიში რაღაცა. როდესაც აბორტს იკეთებს ხალი, იმიტომ ის დედობაზე ვარსამბობს და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ის თუ ვაქცინაში არის, ეს როგორ უნდა გაიკეთოს, მე არ ვიცი ახლა რამდენად დაზუსტებული არის ეს სპეციალისტები ისაუბრებენ ამაზე და
ქრისტიანმა კაცმა ასეთი ვაქცინა საერთოდ არ უნდა გაიკაროს და არ უნდა მიიღოს ისა თუ ეს ნამდვილად არის ამაში და ძახან იყო აქ საუბარი რომ მუშკეტერები კი არა მე წინა გამოსვლაზე 24-ში როდესაც ვიყავი გამოსვლი მაშინ ვთქვი რომ ორი სახელმწიფო სინთეზი გააკეთეს საერთოდ იმ მმართველებმა არაფორმალურმა მმართველებმა ვინც ახლა სოფლიოს განაგებს ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეს იყო ფაშისტური გერმანია ფაშისტურ გერმანიაში რა მიმდინარეობდა ვისაუბრეთ ეს მიმდინარეობდა ზუსტად აი ბანაკებში ანუ პლენებზე აცრები მიმდინარეობდა და სხვადასხვა ცნებს აკეთებდნენ საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში იყო ტროიკა და ადამიანებს სიკვდილს უჭირდნენ დღესაც ჩვენ გვყავს ტროიკა არათუ მუშკეტერები არიან ესენი არიან ტროიკის წარმომადგენლები რა და ზუსტად ჩვენს ერს ხრიტავენ ასე რომ ვთქვათ რა რითი ნემსით აი ამ ნემსები დანადგურებენ ზუსტად რა იმიტომ ფარმაცევტიაში იმხელა ფული იშვება ერთ-ერთმა ჩვენმა ფარმაცევტმა თქვა ასეთი რაღაცა რომ $1500 დავიწყო ბიზნესიო და დღეს ახლა მილიონებს ითვლის მისი ბიზნესი რა არ მასახელებ და თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით ვიზე არის აქ საუბარი მას თავის კლინიკას გააჩნია და ყველაფერი გააჩნია არ შეიძლება წესით და რიგით ვისაც ფარმაცევტიული ბიზნესი გააჩნია რომ მას კლინიკა რო კონდეს რა ეს ძალიან დიდი დანაშაული არის იმიტომ რომ ის მერე თავის სამლებს იქ ასახებს და აღარ შემოდის ახალი რაღაცები ეს არის ძალიან დიდი დანაშაული ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ ხალხო ასე დაცოტაობა ასე დაკრინება როგორ შეიძლება ქართველი ერის რომ დღეს აქ მე ველოდებოდი სპეციალურად გვიან წამოვედი იმიტომ დღეს სიროები მქონდა და რაღაცა ღამისთევაზე იყო საუბარი რომ მოვედი მომზადებული იმის გულისას რომ საღამოს რაღაცები წაგვეკითხა სახარება სალუნები თვით ჩაგვეტარებია ეს რა ქვია პარაკლისები გადაგვეხადა მოგვეხსენები აქ დაკუბული ადამიანები და ყველანი ბალაშვიდებიც გადაგვეხადა აი ამით მომზადებული მოვედი და დღეს როდესაც უყურებ ხალხს არ ეშინი ამისი მე ვერ გამიგია რა როდესაც თქვენ ოჯახებს მოადგენიან როდესაც თქვენ შვილებს მოადგენიან უშუალოდ და მე რეანიმაციაში მოგიწევთ სერვერს მანდა მაინც მაშინ უნდა გამოხვიდეთ და მანდა მაინც მაშინ უნდა იყვირო და მივმართავ იმ ტელევიზიებს დღეს რო გააბუქეს და იმასგან ცაში აიყვანეს ჩვენი სამედიცინო ისა წლების განმავლობაში სულ ლანძღავდნენ და სულ აგირებდნენ ექიმებს რომ უცოდინებლები იყო რომ კვლელები იყო დღეს გაჩნდნენ ისინი უკვე ესე რა ქვია ხალხის ესა დამცველები დღეს არის ან ის ექიმი არის რომელიც ამბობს ასეთ სიტყვებს რომ არავითარ შემთხვევაში ვინც აცრილი არ იქნება ის არ შევიდეს მაღაზიაშიო ეს ექიმის სიტყვა არ არის ეს ჯალათის სიტყვა არის ეს ფაშისტის სიტყვა არის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმი ასეთი რაღაცა თქვას და მოუწოდოს ხალხს რომ შენ აცრილი ხარ შენ არ ხარ აცრილი და ხალხი რო გახოს აცრილებად და აუცრილებად ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და ყველა აგებს ამაზე პასუხს ჯერ აქ მიწაზე და მერე ღვთისწინაშე არავის არ შერჩება არაფერი არავის არაფერი არ წაუღია ამ ქვეყნიდან და ვერაფერს ვერ წაიღებს კიდევაც ამიტომ კარგად დაფიქრდით და მიაქციეთ ყურადღება ყველაფერს რა ხალხო ერთად გომის დრო არის აღარ არის უკვე აღარც გადაგების დროს არაფერი გადარჩენის დრო არის ხალხო თუ არ გამოიხვიძეთ თუ არ მიაქციეთ ამას ყურადღება სულ მალე უკვე არც საყოველთაო არჩევნებზე დაგიძახებენ ის საყოველთაო არჩევნებზე ყველას მიგაღებიებენ იმ აცრილებს უკვე მონაწილეობას და მერე კიდევაც დაგშტაბავენ იმიტომ უკვე ვეღარ იტყვი პირდაპირ დაგიდგეს პური და პირდაპირ დაგიდგეს ჯვარი მეტი რაგან გინდა იმიტომ თუ აცრილი არ ახარ ვერ შეხვალ რესტორანში თუ აცრილი არ ახარ მაღაზიაში ვერ შეხვალ ვერ წახვალ სხვაგან